ყველაზე მუსიკალური, ყველაზე პოპულარული და ყველაზე რეზონანსული საბავშვო მეგა-შოუ ბრუნდება პირველი არხის მაყურებელი რანინას მე-9 სეზონის პირველ ხუთეულს დღეს. მოამბის დასრულებისთანავე გაიცნობთ. პირველ ტურში ქართული სიმღერების განსხვავებული ვერსიები შესრულდება. დღეს დუეტების ტურია და ახალ მონაწილეებთან ერთად სცენაზე რანინას მერვე სეზონის მონაწილეებიც გამოვლენ. მარიკა შალიკაშვილი დაესწრო გამორჩეული საბავშვო მუსიკალური შოუს რეპეტიციებს. ყველაზე პოპულარული საბავშვო მუსიკალური მეგა-შოუ რანინა საქართველოს პირველ არხზე დღეიდან ახალი სეზონით ბრუნდება. პროექტის შემოქმედებითი გუნდი მაყურებელს ისეთივე შთამბეჭდავ მე-9 სეზონს პირდება, როგორიც გასული წლების რანინა იყო. ტრადიციულად შოუს წესების მიხედვით, პირველი ტური 2 გადაცემისგან შედგება და დღეს მაყურებელი პროექტის პირველ ხუთეულს გაიცნობს. მომდევნო შაბათს კი პირველი ტურის მეორე ხუთეული დაიკავებს რანინას სცენას. ძალიან სასიხარულო ამბავი მაქვს თქვენთვის, იწყება ჩვენი უზარმაზარი დღესასწაული, რასაც ქვია რანინა. დუეტებით დაიწყება ეს და საოცარი ნაკადია ბავშვების. შესრულდება ქართული სიმღერები, ჩვენი საგანძური და ყველა ჟანრის, რა იქნება რეტრო, იქნება თანამედროვე და საოცარი ვერსიები, რა თქმა უნდა, ეს არ გვიკვირს რანინასგან არასდროს. პირველ ტურში რანინას მე-9 სეზონის მონაწილეები გასული წლის, ანუ მერვე სეზონის კონკურსანტებთან დუეტებს შეასრულებენ. შემოქმედებითი ჯგუფის გადაწყვეტილებით, ეს იქნება სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული სიმღერების ახალი ვერსიები. ჩემთვის რანინა არის ერთი დიდი ოჯახი, რომელიც ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება, იმედია რომ ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება და ძალიან მიყვარს. ყველა ძალიან ბევრი მეგობარი გავიჩინე, მაქვს კონტაქტი სხვა ადამიანებთან და ძალიან მიხარია რომ ამ დიდი ოჯახის ნაწილი ვარ. მე-9 სეზონის პირველ ტურში რომ დამირეკეს, ძალიან გამიხარდა, რომ მეორედ მომიწია უკვე ახალ სეზონში მონაწილეობა და ძალიან მოხარული ვიყავ. მიხარია რომ რანინას მე-9 სეზონი დაიწყო. მინდა ყველას ეხა მონაწილეებს უსურო წარმატება, უნდა ისიამოვნოთ მისი თავი, მაქსიმალური უნდა დადონ და ძალიან მიხარია რომ პირველ ტურში მათ ერთად ვასრულებ სიმღერას დუეტებში და არ ვიცი, უბრალოდ მიხარია რომ ამ ზღაპრულ რანინას სცენაზე კიდევ ერთხელ დავდგა ფეხს. ხანგრძლივი კასტინგის შემდეგ პროექტისთვის შეირჩა ის ათეული, რომელთანაც ვოკალის პედაგოგები უკვე რამდენიმე თვეა მუშაობენ იმისთვის, რომ გასული წლების მსგავსად წელსაც პირველი არხის მაყურებელმა რანინელების შესრულებით ქართული თუ უცხოური სიმღერების საუკეთესო ვერსიები პატარა პროფესიონალების შესრულებით მოისმინოს. ძალიან საინტერესო ტური ელოდება ჩვენ მაყურებელს, შარშანდელი 10-ვე მონაწილე იხილავს სცენაზე, დუეტების ტური გვექნება, ძალიან კარგად მოერგენ ერთმანეთს ბავშვები, მე თვითონაც არ მეგონა რომ ეს ახლა დაახლოების თვლი ხო ვისთან დააყენებ და აი ყველა დუეტი შემდგარია. სიამოვნება გელოდება თუ ყურეთ რანინას. როგორც რანინა მეც ვიზრდები და ყოველ რანინას დასაწყისში სხვადასხვანაირი ემოციები მაქვს ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა ეს ემოციები მოიცავს სიხარულს, მაგრამ ნუ სხვადასხვანაირი ფერებით და აი წელსაც ყოველ წელს ესე მგონია რომ განსაკუთრებული სიხარული მაქვს და წელსაც ესე მგონია რომ განსაკუთრებული სიხარული მაქვს და მეც უფრო განსხვავებული მინდა ვიყო და ვიცდები კიდეც ამას იმედია გამომივა და შეეხება ბავშვებს ისინიც განსხვავებულები არიან და სწორედ ეს არის რანინას ალბათ სავიზიტო ბარათი ასე რომ ვთქვათ რომ ყველაფერი ყოველთვის არის განსაკუთრებული ამავდროულად განსხვავებული და ფერადი. საბავშვო მუსიკალური მეგა-შოუს რანინას მე-9 სეზონის პირველ გადაცემას პირველი არხის მაყურებელი დღეს მოამბის მთავარი გამოშვების დასრულებისთანავე ზუსტად 22 საათზე ნახავს. ტრადიციულად პროექტის გამარჯვებული საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზია 2026-ზე გაემგზავრება.